პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს თავდებით გათავისუფლებულებს დახმარებაში ეხმარება. დღეს დიმიტრი შაშკინმა ახალი პროგრამით ელექტროენერგიის მწარმოებელი ქარხანა დაათვალიერა და პრობაციონერებს შეხვდა ამ ეტაპზე მათი ხელფასი 300 ლარია. იურიდიული დახმარების მინისტრმა დღეს ყველა კერძო სტრუქტურას პრობაციონერის დასაქმებას თხოვა. დიმიტრი შაშკინის თქმით, მსგავსი აქციები ამ ადამიანების საზოგადოებაში ინტეგრაციას დაეხმარება. აბელ ენერგოს დახმარებით და ჩვენი დახმარებით მუშაობს 4 პრობაციონერი, რომელიც იღებს სტაბილურ ხელფასს, აქვს უფასო კვება და ამით ჩვენ მივახცევთ ყველაზე ჩვენ მნიშვნელოვან მიზანს, რომ მოხდეს მათი რესოციალიზაცია, რეინტეგრაცია საზოგადოებაში. ისინი ნახავენ თავის ადგილს საზოგადოებაში და საზოგადოებაც იქნება უფრო დაცული, რადგან მათ უკვე არ დასჭირდება დანაშაულის ჩადენა იმის გამო, რომ მოიპოვონ რა შემოსავალი. ჩვენი კამპანია გაგებით მოეკიდა საჯარო აღსრულებული სამინისტროს ინიციატივას პრობაციონერების დასაქმების შესახებ, იმიტომ რომ ეს საერთოდ ჩვენი სამოქალაქო ვალია. შესაძლებელი და ხوارა დავასაქმოთ პიროვნებები